გამარჯობა. 2021 წელს ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულება ავირჩიეთ განათლების ხელშეწყობა და ჩვენი და Mercy Corps-ის პარტნიორობა ზუსტად 2021 წელს შედგა, ვინაიდან ამ პროექტში თავმოყრილი იყო ყველა ის ღირებულება, ყველა ის კომპონენტი, რომელიც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გახდათ. ეს იყო განათლების კომპონენტი, ეს გახდათ მცირე მეწარმეების ხელშეწყობა და ამ პროექტს ჰქონდა მდგრადობის ძალიან მაღალი შესაძლებლობა. ამიტომაც ჩვენ დავიწყეთ გრძელი პარტნიორობა, ესე ვთქვათ, და დღეს უკვე 2025 წელია და თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს პარტნიორობა შედგა და უფრო მეტი არის ვიდრე პარტნიორობა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ასეთი ტიპის პროექტები არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც რეგიონში ცხოვრობენ, ვინაიდან სწორედ მათზე არის დამოკიდებული ამ შესაძლებლობას ისინი როგორ გამოიყენებენ და ჩვენ უკვე ვნახეთ 60 ადამიანი, რომლებმაც მართლაც საოცარი ცოდნა და შესაძლებლობა მიიღეს. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი პარტნიორი შემოდის ასეთი ტიპის პროექტებში, უფრო წარმატებული შეიძლება იყოს ის, ვინაიდან ყველა ტიპის ორგანიზაციას აქვს თავისი ფუნქცია, ასე ვთქვათ. ჩვენ ლიბერთის ამ კონკრეტულ პროექტში გვაქვს ჩვენი ფუნქცია და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი ეს გახლდათ სასწავლო კომპონენტი, რომელიც ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ფინანსური წიგნიერება ამ ადამიანებისთვის, მეწარმეებისთვის იქნებოდა ძალიან საჭირო და ასეთი ცოდნით, ესე ვთქვათ, ლიბერთის თანამშრომლები ამ ცოდნით ჩაერთენ პროექტში და ფინანსური წიგნიერების მოდული შევქმნით სპეციალურად ახალგაზრდა მეწარმეებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის პარტნიორობა, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვს ძალიან დიდი რესურსი და გამოცდილება პროექტების მართვის და ასევე ფონდების მოძიების, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია უზრუნველყოს პროექტის მდგრადობა. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მონაწილეს, პროექტის მონაწილეს აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, არიან პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და ასევე მჯერა, რომ ეს მონაწილეები, მეწარმეები, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროექტში, საკუთარი თავის ბიზნესების გარშემო ქმნიან ძალიან ჯანსაღ ეკოსისტემას. ეს ემსახურება და არის საუკეთესო მაგალითი სხვა ადამიანებისთვის, ეს არის საუკეთესო მაგალითი რეგიონისთვის და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მოუნდება, რომ ამ მეწარმეებს მიბაძონ და იყვნენ მათი მსგავსი. ანუ საუკეთესო მაგალითები არიან, რომ ვთქვათ, იმ კონკრეტულ რეგიონში. სადაც შეიძლება ძალიან ბევრი საინტერესო რამ არ ხდება და შეიძლება არც ძალიან ბევრი საინტერესო წარმატებული ისტორია, მაგრამ მე მჯერა, რომ ერთი წარმატებული ისტორია უკვე სხვა ადამიანებისთვის გახდება დიდი мотивაციის წყარო.